ვისაუბროთ ცოტა ღერძებზეც. სულ გვაქვს 6 ღერძი. დავიწყოთ ინიციატივის ღერძით. ინიციატივის ღერძი არის ვერძი და სასწორი. ბევრი აქვს საერთო ზოგადად საპირისპირო ნიშნებს, თუმცა აქვთ განსხვავებას და განსხვავების პლუსი ის არის, რომ ორი საპირისპირო ერთმანეთს იზიდავს. ვერძი იმდენად დაუფიქრებელია, მაგრამ ინიციატორი არის და შეუძლია ნაბიჯის გადადგმა და სასწორი არ არის იმდენად ინიციატორი, მაგრამ უფრო მეც ფიქრობს, უფრო ფრთხილი არის და შესაბამისად ამ ორს ერთმანეთი სჭირდება. ვერძი სასწორის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, სწორს და იგივენაირად სასწორი ვერძის გარეშე ძალიან ხშირად იყვყმანებს და გაუჭირდება ნაბიჯის გადადგმა. შემდეგი ღერძი არის საკუთრების ღერძი, ეს არის კურო და მორიელის ღერძი. აქ არის ზოგადად დაგროვების თემა, არ არის მაინც და მაინც იყოს ეს მატერიალური, ფიზიკური. თავარი არსი არის ის, რომ კურო ყოველთვის აგროვებს და მორიელი ყოველთვის გასცემს. ამაში არის მათი რადიკალიზმი, რადგან ორივე ეს ერთმანეთს სჭირდება. ანუ შენ ვერ გასცემ, თუ ჯერ არ დააგროვე, ჯერ უნდა დააგროვო და შემდეგ უნდა გასცე. შესაბამისად, ორივე, ესე ვთქვათ, ეს ნიშანი ერთმანეთს სჭირდება. შემდეგი ღერძი არის ინფორმაციის ღერძი, აქ გვაქვს ტყუპები და მშვილდოსანი. განსხვავება არის ის, რომ ტყუპები ყოველთვის არის მოსწავლის როლში და მშვილდოსანი ყოველთვის არის მასწავლებლის როლში. ანუ მშვილდოსანი ყოველთვის ასწავლის სხვებს და ტყუპები ყოველთვის სწავლობს თვითონ. შესაბამისად, ერთი მეორის გარეშე ვერ იქნება, თუ ჯერ არის სწავლი, ვერავის ვერაფერს ვერ ასწავლი. შესაბამისად, ორივე ეს ღერძი ერთმანეთისთვის საჭიროა. ტყუპები არის, ესე ვთქვათ, უფრო კონკრეტული ცოდნა და მშვილდოსანი არის უფრო ზოგადი, ფართომასშტაბიანი ცოდნა. შემდეგი არის სტაბილიზაციის ღერძი, ეს არის კირჩხიბი და თხის რქა. აქ არის საუბარი უკვე უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, ოჯახზე და კარიერაზე. კირჩხიბის შინაგანი რეალიზაცია, შინაგანი სამყარო და თხის რქის გარეგანი სოციალური რეალიზაცია. ორივე საჭირო არის, ორივე უნდა იყოს ბალანსში და ორივე ერთმანეთის გარეშე შეუძლებელია. შემდეგი ღერძი არის შემოქმედებითი ღერძი. შემოქმედებითი ღერძი, აქ არის ლომი და მერწყული. ლომი არის გული და გულით მოქმედებს და მერწყული არის გონება და შესაბამისად მოქმედებს გონებით. გულს, ესე ვთქვათ, ლომს ძალიან უნდა ინტეგრაცია ხალხში. უნდა რომ ხალხის ნაწილი იყოს და მერწყული არის პირიქით, მერწყულს უნდა რომ გამოირჩეოდეს. ლომს აქვს თავისუფლება, მერწყულს აქვს ძალაუფლება. შესაბამისად, აქაც ერთი მეორის გარეშე ვერ იქნება. და ბოლოს მსახურების ღერძი, ქალწულის და თევზების ღერძი, ეს არის დიფერენციაცია და ინტეგრაცია, ეს არის ანალიზი და სინთეზი, ანუ ქალწული აანალიზებს, თევზები სინთეზირებას ახდენს, ესე ვთქვათ, ინტუიციურ დონეზე, მაგრამ მაინც. თევზი არის ბევრი, იმიტომ თევზი უფრო, ესე ვთქვათ, გლობალურ მასშტაბით ფიქრობს და ქალწულის შემთხვევაში ქალწულს პირიქით ყველაფერი აინტერესებს დეტალები. ქალწულის თემა არის ადამიანის მსახურება და თევზების თემა არის ღვთისმსახურება, სულიერება, შესაბამისად, ერთი მეორის გარეშე მაინც შეუძლებელია. ყველა ადამიანს ნატალურ რუკაში აქვს ეს კონკრეტული ღერძები და აუცილებელი არის ამ ღერძების ბალანსი და ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს, ვერ იქნება, ვერ იარსებებს, წარმატებას ვერ მიაღწევს.